მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, როგორც შეგვიდით ყოველ პარასკევს გვექნება ჩართვა და საუბარი ქართულ ემიგრაციასთან, ქართულ ემიგრაციის თემებზე, თუ რა პრობლემები არსებობს, როგორ შეიძლება ამაზე მუშაობა, რა მიზნები შეიძლება დაისახოს და მიზნები როგორ შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გადაიჭრას. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი გიორგი ოქრიბელაშვილი ათენიდან. გამარჯობა გიორგი. გვითხარი შენს შესახებ ათენში, ესე იგი, რა საქმიანობდა, რა ორგანიზაციას, ესე იგი, ჩამოაყალიბეთ ეს ორი სიტყვით გვითხარით და მე ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს. მოგესალმებით, იმ შესაძლებლობისათვის, რომ ეს ღიად და თავისუფლად მიმართო ემიგრაციას. პირველ რიგში ჩერდაბეკი სიტყვას მე არა ვარ იმ დეფინიციით ემიგრანტი, რომელსაც ჩვენ ვდებთ ამ სიტყვაში, იმიტომ რომ მე არასდროს არ ვიცხოვრია და სასტიკ ამწყის ხოლმე, როცა ემიგრანტებზე ლაპარაკობს ადამიანები და იქმნებიან ემიგრანტებს, რომელსაც საშუალება აქვს მივიდნენ სახლში, ნახონ შვილი, წამოვიდნენ. ყველაფერი გასაგებია. მე ამ დეფინიციით ნამდვილად არა ვარ ემიგრანტი, მე ვარ მაქვს ბედნიერება, რომ შემიძლია მოძრაობა საქართველოსა და საბერძნეთს და სხვა ქვეყნებში. ჩვენ მე წარმოვაგენ ამჯერად რამდენიმე ორგანიზაციას, ეს არის პირველი ყველაზე ცნობილი, რაც არის ზოგადად საბერძნეთში, ეს არის ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც შეიქმნა 2011 წელს და ძირითადად დაკავებული არის ემიგრანტთა უფლებების დაცვით. ეს არის პოლიტიკური უფლებები, ეს არის პირადი უფლებები, ეს არის ადამიანის უფლებები, რაც ეს არის საერთაშორისო კოალიციის წევრია ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოში, რომელიც წარმოქმნილია საბერძნეთის გარდა კიდევ 16 ქვეყანაში. რომელიც ძირითადად ჩართული იყო და ჩვენ ყველა ვიცნობს, ეს იყო 2012 წლის წინასაარჩევნოდ, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ემიგრაციას აუკრძალა ხელოვნურად რაღაც ხელოვნური ბარიერების შექმნით, აქტიურად მოყვეთა ძალიან დიდი ნაწილი ემიგრანტების საარჩევნო პროცესში. იმ პერიოდიდან მოწყობილი ჩვენ ახლა ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ გავუადვილოთ კერძო პირებს, კერძო ემიგრანტებს, თითოეულ ემიგრანტს მთავრობასთან ურთიერთობა, სახელმწიფოსთან ურთიერთობა, იქაური უფლებების დაცვა გვაქვს რამდენიმე ძალიან ისეთ საინტერესო თემა. ამის გარდა მე წარმოვადგენ კიდევ 2012 წელს დავაბუზდეთ საქართველოში, მე და ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში, ესეთი ორგანიზაცია არასამთავრობო მე დაუბრუნდები, რომელიც ასევე ფუნქციონირებს საქართველოში და ასევე რაღაც დონეზე ვეხმარებით ემიგრანტებს, რაც შეგვიძლია. და მესამე ეს არის პროექტი ჯიპამი, ასეთი არის საერთაშორისო ორგანიზაცია სიდა, რომელთანაც ჩვენ ვაღწევთ საინფორმაციო უზრუნველყოფას. რაღაც ხმაურია გიორგი ისა, რაშია საქმე ხო? ჩვენ აბსოლუტურად მარტო ვარ. შეა რომ ხმაური ვერ იქნება ვერანაირ. კარგი, ჩვენ ახლა ამ თემებზე რა თქმა უნდა, ეს ამ სამ ორგანიზაცია, რომელიც წარმოგვიდგინა გიორგი, შემდეგში იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგში გვექნება ამაზე საუბარი. ეს ორგანიზაციები ამჯერად არაბეთთან შუაში არ არის. ერთადერთი რაც მინდა დავძინო, გარდა ჯიპამ პროექტისა, რომელიც არის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის პროექტი, ჩვენ აბსოლუტურად არ ვმუშაობთ საგრანტო სისტემაზე, არ ვმუშაობთ საგრანტო სფეროში, აბსოლუტურად არ ვმუშაობთ თანხების მოზიდვაზე, ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქაც საქართველოშიც და კიდევ ქვეყანაში, სადაც საიდანაც ჩვენ ასე ვთქვათ ამ ორგანიზაცია რასაც აკეთებთ და რაც შეუძლია გააკეთოს, იმაზე მეც ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ვეჭიდებით, ვიდრე ჩვენ თვითონ შეგვიძლია გავაკეთოთ. ხო, ძალიან კარგი. გიორგი, ეს როგორც გითხარი ამ ორგანიზაციებზე შემდეგში გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა. შენ მე ახლა თქვი, რომ თავს არ გწნობ ემიგრანტად, მაგრამ მაინც ემიგრაციაში ხარ, ემიგრაციულ საქმიანობებში აქტიურად მონაწილეობ. ჩართული ხარები ხო ემიგრაციულ ხო ერთობა აი ემიგრანტად მიაუძნოთ თავს კი ბატონო ხო ძალიან კარგი ხო მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე რაც დაკავშირებულია ფულადზამილებთან რაც დაკავშირებული არის ამანათების გადაზიდვასთან მე ყოველდღიური შეხება მაქვს იმ ადამიანებთან რომლებიც საქართველოს დღეს ფაქტურად ინახავენ და მე ამისი აღწყვეტია რომ მე ამას
საქართველოშიც მე ამას ვამბობ, საქართველოს ტელევიზიაშიც მე ამას ვამბობ. ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე რომ ნება მიმოწვეთ, როცა ემიგრანტებზე საუბრობთ, აი ხა ჟარგონს ვიტყვარ, პირი გამოირიცხეთ, რა იმიტომ რომ 1990 თამამად 1993 წლიდან საქართველოს რო დღეს კიდე არსებობს უკაზე იყო ორი ფაქტორის განპირობებული. ეს არის ქართული გენი, რომ მებრძოლები ვართ, შეგვიძლია რაღაცა და მეორე ემიგრანტების ხარჯზე. არის ყველაფერი შევინარჩუნეთ ჩვენ ემიგრანტებს. ძალიან კარგი, ხო, ეს მართალი ხარ, გეთანხმები სრულიად, გეთანხმები. ეხლა რა მინდოდა გიორგი მეკითხა. თავი რაც არის, აი ბიზნესიდან გამომდინარე, მე ამ ხალხის პრობლემატიკაზე აი უშუალო საუბრისას მე არც საელჩოში ვხვდები ამ ხალხს, არც სამთავრობო სტრუქტურებში, არც რაღაც შეხვედრებზე, დღესასწაულებზე. მე ამ ხალხს ვხვდები სამუშაო რეჟიმში, ყოველ კვირა დღეს მინიმუმ 300-400 კაცთან გასაუბრება მიწევს, 200 კაცთან პერსონალურად 50-60 კაცთან პერსონალურად საუბრობ მათ პრობლემებს. ხო, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ეხლა გიორგი რაზე მინდოდა მესაუბრა. ეს ძალიან კარგი ყველაფერია, რაც თქვი, მისასალმებელია. ყველანაირად ესე იგი მხარდასაჭერია, მაგრამ ჩვენ ეს Skype კონფერენციები ხო დავიწყეთ ჩართვები იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა მაქსიმალურად დავაახლოთ ერთმანეთი ემიგრანტები, ინფორმაციები გავცვალოთ და ხელი შეუწყოთ და დავეხმაროთ ემიგრანტებს სხვადასხვა სფეროებში, სხვადასხვა საკითხებში. პრობლემები, ეხლა საქართველოშია პრობლემები, ხო, მთავრობას ვერ გადაუწყვეტია, ამხელა პრობლემები არის და ჩვენ ახლა იტყვის სხვა ვიღაცა მავანი, რომ ჩვენ როგორ გადავწყვეტ ემიგრანტთა პრობლემებს, მაგრამ სწორი მიდგომით, თუ ჩვენ სწორად მიუდგებით, გადასაწყვეტია, ვფიქრობ, თუ ჩვენ დავჯდებით, ვისაუბრებთ, ჩამოვყალიბდებით, სწორად ჩამოვყალიბდებით, ისე კი არა, როგორც საქართველოს მთავრობები ყალიბდებოდა, არეთ დავამთავრო, საქართველოს მთავრობები ყალიბდებოდა აქამდე, დღემდე, როგორც მოვიდა და ჩვენ ესეთი საქართველო არ გვიდა, არ შენ გინდოდა გიორგი, მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ პატრიოტი კაცი ხარ, პატრიოტულად უყურებ ყველას და შენ როდესაც იყო ეროვნული მოძრაობები და როდესაც იყო საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავისუფლებაზე ჩვენ გვინდოდა ლაღი და ამაყი საქართველო გვინდოდა ისე როგორც ჩვენ ხაზი ეჭიდებს ეს სილაღე და სიამაყე და ჩვენ არანაირად არ გვინდა დაბეჭავებული და განადგურებული სახელმწიფო და ერი და ესა ემიგრაციაც ესე იგი ამ თემებზე უნდა იყოს მიზანმიმართული რომ მაქსიმალურად უნდა ჩავერთოთ რომ გაუკეთოთ ორგანიზაციას, რასაც ქვია ემიგრანტთა ორგანიზაცია, მაგრამ ცალ-ცალკე როგორც ახლა უყურე, როგორც განვითარდა და მოვლენები, მთლიან ქართულ ემიგრაციაში, მთლიან მსოფლიოში, სალონიკში, ათენში და ასე დაიქსაქსნენ. და ეს ძალიან დიდი გულსატკენი უბრალოდ. აგუჯა, აბსოლუტურად გეთანხმებით, მე ჩვენებარება რომ რომელიმე ემიგრანტს კი არა მარტო, არა ემიგრანტს, სხვა შორის მე სულ ვამბობ, რომ ემიგრაციაში რო თქვა საქართველოს ისე საქართველოში არ მივად მეთქი და აქ მაგას მე გამართავ რატო ვამბობ ესე. მაგრამ ერთი მთავარი რაც არის და რაც მინდა გითხრათ, ძირითადად ეს თემები ყველაფერი მოდის იქიდან. ალბათ მაინც ჩვენი პიროვნებებში უნდა ვეძებოთ, ჩვენ პიროვნებებში უნდა ვეძებოთ ამის მიზეზი. ქართველები ვართ საკმაოდ ამბიციურები, რაც ყველას პირველობა გვინდა, ყველას გვინდა რომ პირველი ვიყოთ, ყველას გვინდა რომ ჩვენი სახელი ერქვას რაღაცას, ყველას გვინდა ეს ბიზნეს წესია, სხვა შორის ბიზნეს წესია. პროექტ სფერო დაგელაპარაკებ და ანალოგიებს გავავლებ. პრობლემა ის დროში არის მე მაინც ვფიქრობ ესეთ რაღაცას. ერთსა თქვი ძალიან სიმეს სიტყვები და ესაც გავიმეორებ სხვადასხვა. არის შექმნილი საბერძნეთში თქვა ვწდები დიასპორის სამინისტროს გვერდზე 47 თუ 50 რაღაცა საბერძნეთში კი ორგანიზაცია და უწერია დიასპორული ორგანიზაცია. მოდით ამიხსენით, აი სულ რამეს რა ჯანდაბაა ეს დიასპორული ორგანიზაცია. რას ნიშნავს დიასპორული ორგანიზაცია? ხალხო, ჯერ დეფინიცია განსაზღვროთ, რა არის დიასპორული? გავიგიათ ორგანიზაციას ერქვა დიასპორული და დიასპორა არ იყოს. დიასპორული ორგანიზაცია როგორ შეიძლება იყოს ერთ ქვეყანაში 15, 10, 20 მეცე აღავლაპარაკო. როგორ შეიძლება დიასპორა ერთი? დიასპორა არის
თქვენ მე პეტრე პავლე ბაგეჩაში ხალები რო დადიან დიასპორა ისა ჩვენ შეიძლება ვიყოთ არასამთავრობო სექტორი არ რაღაც გაერთიანება ან აქტიურ ხალხთა გაერთიანება დიასპორული ორგანიზაცია რას ნიშნავს აი გეუჯა ძალიან მაინტერესებს მე მართლა მინდა ვეძებდი ბევრს კითხე რას ნიშნავს დიასპორული ორგანიზაცია მე სამინისტროშიც ვიკითხე რას ნიშნავს დიასპორული ორგანიზაცია ხო ეხლა დიასპორა ყველა ვარ ჩვენ გასაგებია გიორგი ამაზე რომ ყველა ჩვენ ვარ დიასპორა მაგრამ არის ასეთი ვარიანტი რომლებიც არიან მომხრეებიც აყავს ასეთ ვარიანტს რომ არა აუცილებელი იყოს ერთი ქართული ორგანიზაცია ერთი დიასპორული ორგანიზაცია იყოს 30 40 როგორც წეგანისა თქვი 50 ორგანიზაცია ჩამოთვლილია ხო კი ბატონო ხო არიან ასეთი ადამიანები რომლებიც ამ ვარიანტს უჭერენ მხარს მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი წლების წინაც და ეხლაც წინააღმდეგი ვარ ასეთი მიდგომის იმიტომ რომ ასეთი მიდგომით ჩვენ ვყალიბდებით ერთმანეთის ანტაგონისტებად, აი კონკურენტებად, ესე იგი. ხო, აი ზუსტად მანდა ვარ მეც. აი გეტყვით რა მაგას, აი აგიხსნით ერთ ძალიან მარტივი მაგალითის იმას. როგორ შეიძლება ერთ ორგანიზაციაში მოვიაზრებოდე მე, აი ხა თქვენ ასე თუ ისე ჩემ წარსულიცით ვინც ამას მოусმენს ალბათ იმანაც იცის თუ არა ჩემ Facebook-ზე შევა ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოს მარტო ჩემზე. როგორ შეიძლება მე და თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მოვიაზრებოდეთ ერთ ჯგუფში, ვერ მოვიაზრებოდეთ ერთ ორგანიზაციაში. არა, გიორგი, მაგაში შეიძლება დავждეთ, არა, ერთჯერ ჩვენ შეიძლება დავждეთ სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით, ერთმანეთს ვეკამათოთ, რაღაც საღაზრამდე მივიდეთ, ვიღაცასთან რაღაც იდეაზე გავერთიანდეთ, მაგრამ ერთ ორგანიზაციაში ჩვენ ვერ ვიქნებით, გეთახმები. აბსოლუტურად. როგორ შეიძლება ერთ ორგანიზაციაში იყოს, ახლა მიხვედრე მიხვდება. ერთ ორგანიზაციაში იყოს დაждდეს ერთმანეთთან სასაუბროდ ადამიანები, რომლებიც უჩივლეს ერთმანეთს. პოლიციაში უჩივლეს, ბერძნულ პოლიციაში. აი როგორ შეიძლება ეს ამიხსენი? ვერ მოხერხო. მე ამიტომ დიასპორული ორგანიზაცია უნდა იყოს ერთი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ერთი ორგანიზაცია იურიდიული პირი. დიასპორული ორგანიზაცია შეიძლება ერქვას რაღაც ჩვენ აი ამ ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების რაღაც საკონსულტაციო საბჭოს, რაღაც საკოორდინაციო საბჭოს დავარქვათ კი ბატონო დიასპორული ორგანიზაცია, მაგრამ როცა იურიდიულ ფორმას აძლევ ამას, დიდი ბოდიში დიასპორული ორგანიზაცია ცოტა გარდა იმისა, რომ სახელია ცოტა მეტი ვალდებულება. ცოტა მეტი ვალდებულება. მე მაგალითად ჩვენ ემიგრანტები დემოკრატიულ საქართველოს ვეძახი არასამთავრობო ორგანიზაციას ვარქმევ, იმიტომ რომ იურიდიული ფორმა ეგ არის. მე როგორც კი მას დავარქვათ დიასპორულ ორგანიზაციას, მე ამბიციაც მიხდება რომ მიჩნდება რომ მე დიასპორის სახელით ვილაპარაკო. ვინ მოგცა ბატონებო? ჩვენ დიასპორის სახელით ვილაპარაკის უფლება. ელემენტარულად ვიცით რა უნდა დიასპორას. აი კი ბატონო, ეხლა ინიციატივას ვიტყვი ერთს. გვინდა ერთად ყოფნა, გვინდა გაერთიანება, მოდით გავერთიანდეთ. დავდოთ ერთად, დავგეთ ჩვენი წევრებით, ჩვენი ხარდამჭერებით და გამოვიკითხოთ ბოლო რა უნდა. ვინც არის კალამატაში, არის აქ სალონიკში, გამოვიკითხოთ დიასპორა, აი ის უბრალო ხალი. კუჩაში რო დადის და ვისგანაც შედგება ეს დიასპორა. იმას რა უნდა, რა ზელოდება. ჩვენ სახელმწიფოსთვისაც დიდი დახმარებაა, სხვადასხვა რო იწოდეს კუჩაში მოსიარულე ემიგრანტი, რა ზელოდება მისი სახელმწიფოსაგან. მე დარწმუნებული ვარ. არც იულონგავოში, არც პაპუნა დავითაია, არც კოტე სუგულაძე და არც ახალი მინისტრი, რომელიც ჯორჯისნაირია, ვერ გაიგებს რა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ არ ვიცით რა უნდა. რეალურად ემიგრანტი. ხო და ამიტომ ჩვენ გიორგი ამბიციური ადამიანი, რომლებიც ასე ვთქვათ, წინა პლანზე არ ვიტყოდი, მაგრამ მაინც გვიჩნდება ამბიცია, რომ გამოვიდეთ და ემიგრაციას დაველაპარაკოთ, ხო? და ეხლა Skype ჩართვაშიც ხო და ამით ჩვენ უნდა არა ჩვენ ვალდებული ვარ ვილაპარაკო ამ საკითხზე. კი ბატონო, ხო და ჩვენ უნდა აუხსნათ რა არის დიასპორული ორგანიზაცია, როგორ შეიძლება განვითარდეს, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს, ეს მაგალითად ვიცით ჩვენ ეს, ხო? როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს დიასპორული ორგანიზაცია. ეხლა მაგალითად ათენში წინაპირას იყო შეხვედრა და შედგა რაღაც დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანება. მე მაგალითად ამასაც ერთგვარ აბსურდს უწოდებდი იმ ხრივ რომ განვითარება არ ექნება. ხო, არ ექნება განვითარება, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები, რომლებიც ასე ვთქვათ, გაერთიანდნენ ბჭყალებში ვიტყოდით, რა ვიცი ახლა როგორ რა ვთქვა,
ესა უბრალოდ მოჩვენებით იმ, როგორც საუნიქშიც მოხდა ესეთი რაღაც გაერთიანება, შედეგი არ ექნება. შედეგი ექნება მაშინ ერთიანებას, ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც მოდის არა ქვევიდან, არამედ მოდის ზევიდან და მოდის რაღაცა აი ჩემთვის აი პირველად მოდი ვილაპარაკოთ იმ წინა შეხვედრაზე, ხო, რომელიც ახსენე შენ 10 ორგანიზაცია იყო ხელმომწერი, რომლებმაც რაღაც საერთოში საერთო კეთილ განწყობის მიზნით ამ სწორია, საერთო დაუთმო მათ თავიანთი ტერიტორიაზე ისინი ორგანიზებაში აჩარებულად, მაგრამ ამავე დროს მოხდა ძალიან საინტერესო რამე იმ შეხვედრაზე პირველად შეხვდა საერთო ახალი მდივანი პირველად შეხვდა საერთო ორგანიზაციას, რომელია ეს ხელმომწერი იყო 10 ორგანიზაცია. კი ბატონო, მივედით მეც, ქალბატონი მარინა გელოვანიც დაუპატიჟებლად ასე ვთქვათ, მაგრამ არის მე დაუპატიჟებლად მეთქვა. იმ 10 ორგანიზაციიდანაც კი ერთ-ერთი არ იყო ოფიციალურად დაპატიჟებული. ვინც ხელი მოაწერა. მეც გეტყვი, იქ გამოიკვეთა რომ ერთ ორგანიზაციას აი რომელიღაც ორგანიზაციებს მათ შორის წაკითხული წახვდა რაზე. ხო. ეხლა რაშია საქმე, გიორგი? დავიწყო დეფინიციებზე, იმ თემაზე გადავალ, რაზეც შენ კითხე. რაზეც შედისაუბრე. ზუსტად დავიწყო დეფინიციების საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არც ერთი ორგანიზაცია, ეს დიასპორული ორგანიზაცია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, არ არის მზად დათმოს თავისი დამოუკიდებლობა. აი, მინდოდა მეთქვა ახლა მეც უნდა დათმოს. კი ბატონო. ჩვენი თუ ამდენი შეიქმნა ეს ორგანიზაციები და თუ ესენი არსებობენ და თუ მათ წევრები ყავთ რეალურად, ხო? ესე იგი საკითხებიცაა, ხო? ანუ იმას, რასაც მე მაგალითად დღეს რომ მითხრა ძალიანაც რომ მინდოდეს, არც ოდნავყოფნის, არც გამოცდილება, არც ფინანსები იმისი, რომ გავაკეთო დაუშვათ ანსამბლი, გავაკეთო საკვირაო სკოლა, არ ვიცი ექტება და ვერ გავაკეთებ. სამაგეროდ მე შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ორგანიზაციას კომუნიკაციის საკითხებში სახელმწიფოსთან, მარტო იქაურთან არა, აქაურ სახელმწიფოსთან, ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შემიძლია შევთავაზო კომუნიკაციის საკითხებში დახმარება. ეს სხვა თემა. ანუ გაუერთიანების გაერთიანება შეუძლებელია ხა ვერ გავაერთიანებთ საკვირაო სკოლას და პოლიტიკური უფლებების დამცველ ორგანიზაციას ერთ ორგანიზაციაში ვერ გავაერთიანებთ ხო მაგალითად სხვა თემა ხო ეხლა რა არის იცი გიორგი ეს სამწუხაროდ აი ეხლა იქ მინდოდა მეთქვა რომ რა ამ შეხვედრაზე სამწუხაროდ რა ხდება ეცე ხა მე არ ვიცი ნათქვამი არის ესეთი რაღაცა ნუ შეურაცხყოფთ ჩემ ინტელექტს როცა ორგანიზაციის მესვეურები მე მეუბნები რომ ჩვენ ეს არის მემორანდუმი და ჩვენ იცით მე კომენტარში წავდები იცით რომ ისო და პასუხობს ბატონიო ვინც არის გამდგომარი დღეს პასუხობს რომ იციო ეს ორგანიზაციაო არის საკონსტიტუციო ორგანიზაცია არ არის ახალი როგორ არ არის მისი წესდება იწყება სიტყვებით სამხრეთ საბერძნეთის ორგანიზაცია და საბჭო არის კერძო სამართლის იურიდიული პირი ანუ ეს უკვე დეფინიციაში იმას გულისხმობს რომ ის არის იურიდიული პირი კერძო სამართლის ანუ იგივე არასამთავრობო ორგანიზაცია რომელსაც აწევს 10 ორგანიზაცია და მე რატომაც მაქვს ადრე იყო ის ძალიან მიღებული გამოთქმა საფუძვლიანი ეჭვი იმისი რომ ეს ორგანიზაცია იქნება იმისათვის რომ კარგად ეჭალჭო გრანტებს იმიტომ რომ დიდი მოდიში 30 ორგანიზაციის ხელმოწერილი დაფუძნებული ორგანიზაციას ემიგრანტულ ორგანიზაციას არც ევროკავშირი, არც საქართველოს მთავრობა, არც არავინ არ ეთქვის დახმარებაზე უვარს. შენ რა გონია რომ საუნიქში ჩამოყალიბდა 30 ორგანიზაციის ესეთი კონფედერაცია და მიიღეს დახმარება? მე არ მგონია რომ ვინმე მისცე მაგათ დახმარება საერთოდ. და რაღაც თანხა მიიღეს ხო? მე ეს არ მგონია. ხო, დაში არ არის. Это уже целая техника. მე მაგალითად რომ კონდეს ეგეთი ნამდვილად რო ავიდე. ხო, кайკა. მე სხვა რაღაცა მინდოდა მეთქვა, კი ბატონო. ეს უკვე მესურაების სიმაზეა დამოკიდებული. აქაც ჩამოყალიბეს ეგეთი 30 ორგანიზაციის გაერთიანება, ჩამოყალიბეს 30 ორგანიზაცია შეიყვანეს არარსებული ორგანიზაციები, მაგრამ შედეგი მივიღეთ 0, 4 წელი, 5 წელი მიდის, უკვე მე-5 წელი და ну რა შემდეგში. ხო, მარტო კითხვას დაგიშვა. ხო, მე შემდეგში რა პრინციპში. წიგნები მიიღეს. ну წიგნებს ისედაც ვიღებდით, კაცო ისედაც არა, ისედაც ვიღებდით, მაგრამ 24 კონფედერაცია, 24 ხმის სახელით მე ხო არ ვიცი. არა, ყველას არ მიუღია და არც მიიღებდო. წიგნებს ვიღებდით 2003 წლიდან ვიღებდით წიგნებს. იბატონო, მე ჭუმურიძე რო იყო ელჩი რო იყო ჭუმურიძე ათენში, მაშინ საკონსულო არ იყო და გუგზავნიდა წიგნებს.
სად იყო პრობლემა? ხო, ეხლა სხვა რაღაცა მინდოდა, ხო. ეხლა რატომ აქვს ესე თვიდა? ის გამო მაქვს ესე. კი ბატონო, ხო. ეხლა ეს უკვე სხვა რაღაცა მინდა. მე რასაც მართლა ვიმხრობი, ეს არის რეალურად და არა მარტო სამხრეთ საბერძნეთის, არამედ დავაყოთ ყველა მთელი საბერძნეთის არა სამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნან რაღაც ფორმით, შექმნან საკონსულტაციო საბჭო, საკოორდინაციო საბჭო, ასე ვთქვათ, რომელსაც ეკნება საკონსულტაციო ფუნქცია. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, ანუ თემატური გაერთიანებებზე იქნება საუბარი. ხო, ერთი წუთი ისა გიორგი, ახლა რა უნდა მეთქვა ახლა? კი ბატონო, აი ძალიან სამწუხაროდ კიდევ ესე იგი მინდა აღვნიშნო, ბევრჯერ აღმინიშნია, პირად საუბრებშიც ყველასთან, ისე სახალხოდ და ვიდეო ჩარტებში და ყველგან რომ ეს რაც მოხდა, მაგალითად ასეთი დაქსაქსვა, ხო? საბერძნეთის ქართული ემიგრაციის არ დამომხდარიყო. ეს შეგვიძლია მაგასვამ დიდი ბოდიში დავამთავრებინე რა ერთი წამი დავამთავრებ რა. რეალურად მაგასვამ ბეზდაქსოსვა რამ გამოიწვია, იცი? პატარა გაერთიანების ასურვილის არ ქონამ კი არა. თემა, აი მოდით ეხლა თემას ვიტყვი და მოდით ნუ გავერთიანდებით. არა, რამ გამოიწვია გეტყვი. ეხლა თემას ვიტყვი, ეხუჯა და ნუ გავერთიანდებით. მოდით ერთად დავიწყოთ ბრძოლა, რომ საბერძნეთის და იტალიის მე მაგ საბერძნეთის კერგონ იტალიაში ვწონ. კი ბატონო. საბერძნეთის და იტალიის ემიგრაციასთვის დამუშავდეს საქართველოს სახელმწიფომ დაამუშავოს სპეციალური პროექტი, როცა ყველა გარდაცვლილ ემიგრანტს უფასოდ გადაასვენებენ საქართველოში. მარტივი თემა, მარინა მიმიხვდება გელოვანი. დღეს რა არის სისტემა? სოციალურად დაუცველი. კი ბატონო, შეიძლება დიდი ბოდიში ამერიკაში სოციალურად დაუცველი ემიგრანტი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ იქ ხელფასია. საბერძნეთში შეიძლება 10 წლის წინ და 5 წლის წინ არ იყო სოციალურად დაუცველი ემიგრანტი. მაგრამ დღეს კარგად იცი შენ რა ხდება საბერძნეთში. მოდი პირდაპირ გეტყვი, ეხლა ჩემი მეგობარი გარდაიცვალა. ხო, სოციალურად დაუცველია ხო უთხეს. კი, სოციალურად დაუცველი არის, იმიტომ რომ 5 წლის, 4 წლის წინ მანქანა უყიდა შვილს, ტელევიზორი აქვს სახში, მაცივარი აქვს სახში, ხვდები? მაგრამ ის კაცის შვილმა არის საქართველოში რა კაც პროცენტიანი ვალი აქვს ახლა. გასაგებია. და გული მაგიტო გაუსწრა. ხო, ეხლა გიორგი რა მინდოდა დავამთავრო. მოდი აი ამ თემაზე გავერთიანდე. ხო, მივალ იქამდე. აი ამ თემაზე თუ გავერთიანდები, ამის თანა თემებზე თუ ვიპოვი. გავერთიანდები და ამის თანა დამამთავრებინა გიორგი. არა, ეხლა გეუბნები იმას მე მგონი მე უნდა გითხრა. შენ ეს გაინტერესებს და მოდი მეგე. ამ თემაზე თუ გავერთიანდები, ამის თანა თემებზე. შემდეგ უკვე გავერთიანდებით ყველა დანარჩენ თემაზე. ანუ გაერთიანება არ შეიძლება ერთ დღეს ერთი მემორანდუმის ხელის მოწერით. ერთი მემორანდუმის ხელის მოწერით. გაერთიანება უნდა მოხდეს ნელ-ნელა, უნდა ვიაროთ გაერთიანებისკენ, მაგრამ ამისათვის პირველ რიგში უნდა ვიაროთ თემატური გაერთიანებისაკენ. მარინა გელოვანმა დაარსა ფონდი, ხო, ახლა აი დღეუზაშუჩიან პრეზენტაცია. ჩვენ დაგმარების ფონდი. მე პირადად დიდი სიამოვნებით ჩავერთვები ამ ფონდში. მე ჩავერთვები, გამოვხატე და კიდე ახლა ხმამაღლა. გიორგი, მეც გამოვხატე, რა თქმა უნდა. საერთოდ შევარჩიეთ ამ ფონდის. კი ბატონო, ამაზე ჩვენ წინა ჩარტებში გქონდა ზუსტად ამაზე საუბარი. როგორ შეიძლება იყოს, რა შეიძლება იყოს. ხო და ახლა აი დამამთავრებინ ერთი წუთით. ხო, ესე იგი მოხდა ასეთი მომენტი, ხო, რომ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ჩვენი უნიათობის ბრალია, რომ ასე დაიქსაქსა, მიზეზები ძალიან კარგად ვიცი, რატომ დაიქსაქსა ასე ქართული ემიგრაცია და შემიძლია ჩამოვთვალო მიზეზები, მაგრამ დღეს ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა საქმე ეხება, რომ ამის შემდეგ, ხო, ну არის ასე დაქსაქსული ამდენი ორგანიზაციები და რაღაცა. ხო, როგორ შეიძლება განვითარდეს? როგორ შეიძლება რაღაც საერთო მიზნები გამოვნახოთ ჩვენ საერთო ინტერესები და გავაძლევოთ ქართული ემიგრაცია. და აი კარგადად თქვი შენ ახლა ეს ფონდი არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, რომ ჩვენ ყველა ესე იგი რაღაც წვლილი გავიღოთ ამ ფონდისთვის. რა შეგვიძლია? ზოგს შეიძლება მატერიალურად შეეძლოს რაღაცა, ზოგს ზოგს ინტელექტუალურად შეიძლება, ესე იგი მისცეს ამ ფონდს რაღაცა და დაიხარჯოს ამ ფონდისთვის და ეს ინტელექტუალური დახარჯვა ზუსტად მატერიალური შეიძლება გამოვიდოს. ფიზიკური, ინტელექტუალური, მატერიალური ყველა არის შენატანი. ყველა არის გაერთიანების საწინდარი. აი ეს ეხლა ამ ეტაპისთვის ხო, სად შეიძლება ეს ჩვენი ინტერესები ამ თლიანი ემიგრაციის გაგვაერთიანოს რაღაცა ამ ფონდთან დაკავშირებით რომ რაღაცნაირად გავაძლიეროთ ეს ფონდი. ქართველებს ახლა მე ყველა არ დავიწყებ თემაზე საუბარის გადასვენების თემაზე. ქართველებს ყოველთვის ბუნებაში გაჭირვება გვაერთიანებს ხოლმე რა და
ხო, მაგრამ იცი არის ჩვენ ცოტა წინა ვიფიქროთ, რომ სალამ გაგვიჭირდება, რო არ გაგვიჭირდეს რა. რაღაცები შევქმნათ. წინ ვიფიქროთ, ჯერ რაშიც გვიჭირს, იმაში უნდა დავუკვირდეთ თქვენ. ხელმოსაკიდია. აი ეს თემა რაც თქვი და მე ამ მოძრაობას ვიწყებ, კიდე ერთხელ მე ამას გამოვაცხადებ, როცა დავიწყებ, იმიტომ რომ ხა მემორანდუმ დავამუშავებ იმას. ყველაფერი ეს არის თემა, რომელიც არის აუცილებელი. კარგი ცოცხლებს ვერ გვივლით, მოგვიარეთ გარდაცვლილებს, კი მაინც კაცო. არის კაცები ვარ ხოლმე. არა, ხო, ნუ გარდაცვლილებს ფრონტის ხაზზე არტოვებენ კაცო და ჩვენ ემიგრანტები დატოვეთ ფრონტის ხაზზე. რამდენი კაცია უნდა შეყვა და ვიცი. ფრონტი გადის, ფრონტი გადის. ჩვენი ჭამას მის აი საქართველოს გადარჩენის ფრონტი გადის აქ. ყველაზე დიდი ექსპორტი საქართველოსში, ყველაზე დიდი ექსპორტიორი გახდა მანქანების და ეს აზერბაიჯანში და იმაში რო ვაგზავნოთ მანქანები. ეხლა რა გვეკეთა ეგ სიამოვნება, მაგრამ ექსპორტიორი ყველაზე დიდი ექსპორტის იყო პირველ ადგილზე იყო ჯართი, მეორე ადგილზე იყო მანქანები და მესამე ადგილზე იყო რაღაცა, მაგრამ მე პირდაპირ მესამე ადგილზე იყო ემიგრანტი. აცოცხალი ადამიანი. 20-20 საუკუნეში ვიყავით ექსპორტიორები ცოცხალი ძალის. რა თქმა უნდა, ეს თვითონ სახელმწიფომ შექმნა ასეთი ქარხანა, ემიგრაცია დაარქვა ასეთ ქარხანას. კი ბატონო, სერიოზული ქარხანა. ხო. საქართველოს გარეთ, რომ საქართველოში არ ქონოდა პრობლემები და ამომრჩევა ხო. პირობებისგან ჩამოაყალიბეს ფანტასტიკური ფულის საჭრელი მანქანა. კი ბატონო, ამას ვიძახდით წლების განმავლობაში და კიდევ ვიტყვით. ფულის საჭრელი მანქანები ვარ, ხო? ასია, ხო. ეხლა საქართველოს პოსტიდან დაწყებული, ბანკებით დამთავრებული, ყველა ვარ ფულის საჭრელი მანქანები. მიხედავთ იმისა, რომ ჩემ პარტნიორზე ვამბობ ამ წუთში. კი, ეს ასია ნამდვილად, ხო, ამას წლების განმავლობაში ესე იგი ასეთი სახე ქონდა მიცემული, მაგრამ ეს კარგია ჩვენ რაღაცას რომ ვმატებთ ჩვენ ქვეყანას და რაღაცა, მაგრამ საპასუხოდაც უნდა მივიღოთ რაღაცა, ხო ესია რა? აი, ბატონო გოგუჯა, მეორე თემა, რომელიც ასევე აუცილებელი არის. მე პირადად ვაცხადებ. დავდგეთ ერთად თემაში, რომ საქართველოში ემიგრაცია იყოს პოპულარული თემა. რას გულიყო პოპულარული თემა? იმ გაგებით კი არა რომ რეკლამა გავუკეთოთ და წამოდაკეთოთ. იმ თემაზე რომ მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ ეხლა ელჯა მართლა ბევრი შეხება მქონია სამთავრობო სტრუქტურასთანაც, იმასთანაც, ხალხთანაც უბრალოდ. ტელევიზიურ თემაში რა ქვია? პირველ რიგში მქონდა ჯარისა რა ქვია? ღია ეთერში ვიყავით რა. საუბრობთ ზარების შემოდიოდა. რას ტირი ხარჯო შემოდიოდა? არ შევჭამ მე და მე მიგანებ ევროპაში არის ეს მიდგომა. კი არის, კი, ნამდვილად. ეს იცი სიბრალია? ჩემი თქვენი აი მართალი ხარ. კი არა, მე სექტიოჯერ დავრეკე ის ობიექტივში და რაღაცნაირად გამომივიდა, ნუ აქედან დავრეკე რა და გამომივიდა რაღაც ნამდვილად არ მინდოდა თითქოს ესე იგი ჭკუას ვასწავლიდი რაღაცას. და ეს იყო, აი, ოდესაც იყო 7 ნოემბრის წინა ისენი იყო რა ქვია მიტინგები და კიდე 26 მაისი მაგ მომენტში რა ეს აღელვებული ვიყავი და მომიწია დარეკვა ეს ნუ რაც ხედავ რა ხდება და რაღაცა დავრეკე და აღელვებულად შეიძლება მომიწეს და იქიდან sapasუხოთ მივიღე ასეთი ზუსტად ასეთი პასუხი ისაო რა გიჭირსო თქვენო კაცო ჩამოდითო აქაო და აქ იცხოვრეთო ხო თქვენ წახვედითო მეორე თემა კიდე წვალე ვამბობ მეორე თემა წახვედით გაიქეცითო ბიჭო გაიქეცით კი არ გავიქეცით იცი ჩვენ გავიქეცით რო გადავჭოთ და უცებად უნდა გადავჭოთ ჩვენ არავის არ გავწევიოთ ხალხო ჩვენ გავიქეცით იმას რომ ჩვენ ოჯახებს საჭმელი ეჭამა ხო და ესა მაგაზე გო რო გადავჭოთ 20% აქ მაგითო გამოიქცა რომ საჭმელი ეჭმია თუნდაც შვილისთვის განათლება მიეცათ და ფერსა დაეყენებინა ასია მე მაინტერესებს რო არ ყოფილიყო ემიგრაცია სამშენებლო ბიზნესს რა დაემართებოდა რო არ ყოფილიყო ემიგრაცია რა და 2013 წელს 1.3 შესული 1.3 გიორგი კიდე რა მინდოდა მეკითხა ახლა ამ ფონდთან დაკავშირებით არის ძალიან საინტერესო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამიხარდა შენ მხარს უჭერ ამას მე რა თქმა უნდა მხარს უჭერ მაგრამ იმის გარდა მაგალითად რომ სოციალურად მე ასე ვფიქრობ არ ვიცი ჩემი მოსაზრება არ ვიცი იქ მე საბჭო შეიქმნება თუ რა იქნება ეს გადაწყვეტ თქვენ და არა ეს არის კერძო ინიციატივა ერთ-ერთი აქტიური ადამიანის კერძო ორგანიზაციის ჩვენ მაშინ ვერ ჩავერევით ჩვენ შეიძლება მას რჩევა მივცეთ თუ გაითვალისწინებს კალოდონი მაგნეს ძალიან მადლობა და დაგასწრებ ეს ფონდი ნამდვილად არ უნდა იყოს კერძო სოციალური პრობლემის მოგვარების ფონდი. აუ, ეგ მინდოდა მე თქვა ზუსტად ისა. ნამდვილად არ უნდა იყოს. მე არ ვთქვი.
ეს უნდა იყოს უფრო გლობალური, უფრო დიდწეული, კი რა თქმა უნდა სოციალურიზეც უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ უფრო გლობალური, უფრო ხელშესახები თემების მოგვარებისთვის. აი ეს ქართულ ემიგრანტებს როგორ დავეხმაროთ, აი ქართულ ახალგაზრდა ემიგრანტებს, როგორ გავხალოთ ისინი წარმატებულები სხვადასხვა სფეროში. მე მგონი ამაზეც უნდა იმუშაოს. კი ბატონო. კი ბატონო. და ჩვენი ბავშვები არიან ძალიან ნიჭიერები, კიდევ დაადასტურა აგერ იურმალაში გამოვიდა მშვენივრად ჩვენი ეს გოგო ბუზალაძე, ხო? მალაში გამოსვლაზე რუსეთის კურსია და ეხლა. ხო, ამ ხო. არა, იმ ბავშვმა დაამტკიცა თავისი ნიჭიერება და ყველაფერი, ხო და კიდე წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა, აი სარგებლო შემთხვევით და ეგეთი ბავშვები, ხო, აქაც ძალიან არიან ბევრი, რომელსაც შეუძლიათ თავი გამოიჩინოს სხვადასხვა სფეროში, სპორტი იქნება თუ ხელოვნება იქნება. ხო და სამწუხაროდ ამ ბავშვებს, ხო, პატრონი არ ყავთ, აი კაი გაგებით მინახა, ცუდა არ გამიგონ, ხო. ხო, იმიტომ რომ ამ ბავშვებს ჭირდებათ მხარდაჭერა. აი მაგიტო ერთი წუთი დავამთავრო გიორგი, ამ ბავშვებს ჭირდებათ მხარდაჭერა და ეს ცალ-ცალკე ორგანიზაციები ვერანაირად ვერ დაუჭერენ მხარს, იმიტომ რომ რესურსი არ ეყოფათ ვერანაირ, ვერც ფინანსური და ვერც ინტელექტუალური, ვერც არ ეყოფათ რა ეს. მით უმეტეს ჩვენ ცხოვრობთ ახლა უცხო ქვეყანაში და ამიტომ ხო, ამიტომ თან უნდა გავიწყდებათ საბერძნეთში. საბერძნეთი ეს ძალიან ძნელი ქვეყანა. ძალიან ძნელი ქვეყანა, ძალიან ნაციონალური ქვეყანა. ძალიან მე ამას ვაფრთხილებდი, მე 22 წელია გიორგი აქ ვარ და მომიხდა ყველანაირად ათენშიც მომიხდა ცხოვრება, სხვა ქალაქშიც მომიხდა, ყველა სფეროშიც მომიხდა ცხოვრება. ამას ვაფრთხილებდი ჩვენ ხალხს, საბერძნეთი არის, ხო? ეს გაგაწყვეტინებ ერთი წამით რა. კი ბატონო. ეს ყველაფერი კარგია, მოდით ამ ფონდს მოთხოვ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ეს არის კერძო ინიციატივა მეთქი მე. ქალბატონ მარინა გაითვალისწინებს ჩვენჩევებს ძალიან კარგია. არ გაითვალისწინებს, იმედია გაითვალისწინებს. საქმე დაკეთებს, მაინც არანაკლებ მნიშვნელოვანია რაღაც სოციალური პრობლემების მოგვარება და რაღაც კერძო. პრინციპში ყველა ორგანიზაციამ თვითონ სფეროს რომ იმხედოთ, შეიძლება ეს გამოვიდეს, მაგრამ პირველი აი მაინც თავიდან თავი, თელია ჩვენი საუბრის. არის რა? ემიგრაცია და არა ემიგრანტულმა ორგანიზაციებმა. თუ არ მოგთხოვეს ჩვენს აი ეს გაერთიანება, არ გამოვა არაფერი. ემიგრაცია, აი მე მინდა რომ თუ ვინმე მოусმენ ჩვენი უბრალო ემიგრანტი, ხო? მოვიდეს სხვაგან მითხრას, რა ჭირდება, რა შემიძლია დავეხმარო. და აქ თუ ემიგრაცია მიხვდება იმას, რომ აქ არ არის საუბარი 20 ევროზე და 30 ევროზე მიცემაზე, ანუ დახმარებაზე და არის გლობალურ დახმარებაზე, ვიქნებით ძალიან მოხარული. 31 ივრის სიდასთან ერთად საქართველოში დაგვდა დიდი კონფერენცია. აი გაგეცემა კონფერენციები რა შუაში არის. ქალი და მიგრაცია. პირველად დაერქვა საქართველოში სახელი, რომ ქალი არის მიგრაციის ძირითადი წყარო. პირველად არის საქართველოში არ ყოფილა ეს კონფერენცია არ ჩატარებულა. და ამ კონფერენციაზე მოწვეულია იგივე თეატროლოგიანი, იგივე ტრაფიკინგის საკითხები, იგივე ყველაფერი შიგნით გასდა. პლუს ამას გარდა დღეს რომ ამ იმაზე რა ქვია, ესეთი კონფერენციები რაც მოეწყობა, ხო ყველგან უნდა იყოს ერთი თემა, რომ ჩვენ აქ ხინი არ აგვაქვს, ეს კალები ერთი მიმართულებით უნდა მიდიოდეს, რომ ეს არის საქართველოს გადამრჩენი საზოგადოება. და დღეს ამ საზოგადოებას უჭირს, თმაოდა ეხლა დროა საქართველოს მიფიქროს ჩვენზე. და უჭირს შენიც ეხლა ჩემი დამოკიდებულება კოტეს ოგულაძე იყო ჩემი პირადი მეგობარი, ყველაფერთან ერთად ნახევარი სამინისტროზე. დღესაც ვამბობ, იმედია ეს მინისტრი გააგრძელებს, კოტეს ქონდა შეცდომები, არ ვიტყვი რომ არ ქონდა შეცდომები, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად ვიცი ის კაცი იყო მონდომები. იმ 400.000 ხო არ გადააყოლეს სურგულაძე, თუ რაში იყო საქმე. ძალიან ხმა 400.000-ზე ვისაც გინდათ გეწყინოთ, თავს დავდებნეთ. არაფერ შუაში არ იყო 400.000. იცით რამდენ ქვეყანაზე 400.000? ო, აი არაფერ შუა ხია, მეც ეს ვფიქრო. ვიცით ეუბჯა კარგი. კი ბატონო, კი ეს არის იყო, ხო. ეს არის 400.000 გამოყოფილი არის 21 ქვეყანაზე. 21 ქვეყანაზე გავყოთ 400.000 ლარი 21 ქვეყანაზე, მე გავყოთ 2.36-ზე კურსზე. კი ბატონო. და მივიღეთ ერთ ქვეყანაზე რა საუბარი იყო და მე მაშინაც ვთქვი. გამოაქვეყნეთ ორგანიზაციებმა ვირს გზას დაგეხმარეს.
და სხვათა შორის არცერთ ორგანიზაციამ ბევრმა არ გამოაქვეყნა თავისი დახმარებები და ვიცი რომ ციგნები წარჩამშული ფორმები წარჩამშული ფორმები ჩვენც მივიღეთ არა ფორმები მე საერთოდ გეტყვით დიასპორების სამინისტრო როგორც ასეთი კი ბატონო ჯობია გაუქმდეს და გეტყვით რატო ის თანხები რაც იხარჯება მათ მოძრაობაში მივლინებებში და ასე შემდეგ რაღაცა თუნდაც შეიქმნას მართლა ფონდი რომელიც გადაასვენებს ემიგრანტებს კი ბატონო ეს ჯობია მაინც ფაქტია არაფერში გვარდია პირდაპირ აი ფორმალ ნუ არა ისა დიასპორის სამინისტრომ ხო დიასპორის სამინისტრო ნამდვილად არაა საჭირო მეც თუ მკითხავ მე წლების განმავლობაში გიორგი მოვითხოვდი საქართველოს ჯერ შევარდნაძის დროს მოვითხოვდი საქართველოს მთავრობისგან რომ დაენიშნათ კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში ხო ერთი პატარა ხო და კოორდინატორი ყოლოდა კოორდინატორი და ემუშავა გლობალურ თემებზე დიასპორასთან დაკავშირებით მაგრამ ფორმების და ციგნების იმაში კი არ უნდა იყოს რა გადანაწილება ციგნები და ფორმები ჩვენ აქეთ უნდა ჩვენ აქეთ უნდა ერთადერთი ბოლოს ვიტყვი ერთ რაღაცას აბსოლუტურად გეთანხმები ეხლა შეიძლება მტკნები გავიჩინო კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ნახავენ ამას დიასპორის სამინისტრო უყურებს ამ ჩანაწერებს რომ იცოდეთ უყურებს კი ბატონო საერთოდ უყურებენ ამ ჩანაწერებს უყურებენ ყველა ვიცი მეუნებიან კი ბატონო მაგრამ ერთ ვამბობ დიასპორის სამინისტრო ინფორმით რა ფორმითაც დღეს არსებობს კი ბატონო დავეთანხმები თუ შეიქმნება მიგრაციის სამინისტრო აი ეს ვაფშე სხვა თემაა თუ შეიქმნება მიგრაციის სამინისტრო რომელიც დააგვეგრუნებს მიგრაციულ პრობლემებს და არ იქნება ორიენტირებული მართლა შეინტერესებოს იმ ციგს და იმ იმას სპორტული სამინისტრო ცალკე გამომიგზავნის განათლების სამინისტრო ცალკე გამოგზავნეს არა არ გვინდა გამოგზავნა ჩვენ აქეთ გავაგზავნით მაგ ციგნებს და მაგ ფორმებს საქართველოში ხო სამეს ვამბობ რა წუთში რა კი ბატონო სადაა ეს თუ გამოგზავნაზეა აუცილებლად არ გვინდა ჩვენ აქეთ ვაგზავნით ტვიტებს ვაგზავნით თანხებს ვაგზავნით პრობლემებზე იმუშაო ინსტიტუციურ პრობლემებზე იმუშაო კარგი პარლამენტის კომიტეტი მესმის მაგრამ საქმეც არის რომ გუბასთანაც ბევრჯერ რომ მაგ თემაზე ნასაუბრები ბევრი ნასაუბრები მაქვს ბევრთან ინსტიტუციური არ კეთდება არაფერი ინსტიტუციური უნდა გაკეთდეს და ინსტიტუციური რომ გაკეთდეს პირდაპირ გეუბნებია მე შენ მარინამ ავთო კიდე ბევრმა სხვა ყველა ერთად უნდა დავждეთ კიდე ელგუჯამ რო არ ჩავითვალოთ იმაში რაღაცაში არ გამოგჩეს არავინ არ გამოგჩეს თორე ზარები წამოვა პირდაპირ გეუბნები ხა მაპატიოს თუ იმე გამოგცა უნდა დავждეთ ერთად და უნდა მოთხოვოთ სახელმწიფოს აი ეს არის გაერთიანება კი ბატონო ეს არის გაერთიანება თუ არა მე თუ სახელმწიფოს ხო ორი წიგნი გავიგო ხუთი ის გავიგზავს და კაგაკეთავს ხო აქეთ ვალს დაგეთებს მე კიდე ხო აი საფერე ჩერუზი მოთხოვს ხალხი და მოგიერტანი პაპუნა და დაანებეთ პერონის ამიტომ ვეუბნებით ამ ციგნებს და იმას დაანებეთ თავი ნუსხოს ასეთ პატარა რაღაცეებს მოთხოვთ გლობალური რაღაცეები მიშოთ გლობალური იმას გიკეთებენ და მე წვიში გიყავ კარგი მოდი მოთხოვთ აი მართლა გეუბნები ძალიან მინდა ყურადღება მიაქციოს თელმა აი ვინც მოусმენს ამ გადაცემას ჩემი ტელეფონი ყველა მიცით 692631111 თუ ეთანხმებით მართლა მოდით აი გავერთიანდეთ თემატური ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობა გავერთიანდეთ გადასვენების საკითხთან მაინც რომ სახელმწიფო საბერძნეთი და კიდევ ერთხელ იტალია შეიტანონ სპეციალურ სიაში სპეციალურ პროგრამაში იმისათვის რომ ჩვენი ემიგრაცია განსხვავდება ყველასაგან ჩვენ ვართ შრომელი ბიზნეს ემიგრაცია ჩვენ არა ვართ ხალხი იქნება ამ ფონდმა შექმნას ეს თანხები და საერთოდ არ გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება. არა, ეგ ცოტა რთული თემა არის. არა, მგონი იქნება ვისაუბროთ ამაზე. მე ახლა ხო. შეიძლება შექმნას. მოდი მეორეს გეტყვი. დავждეთ, იქნება ემიგრაციას აუხსნათ საერთო სადაზღვევო სისტემას შექმნაზე. მე ახლა ჩახედული ვარ, იცი შენ ძალიან კარგად ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თემა გვაქვს, ელგუჯა. ფანტასტიკური თემა. ხო და ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ეს ყველაფერი და არ გვინდა სახელმწიფოს თავი დავანებოთ. სახელმწიფოს ჩვენ მონაწილეობა უნდა მოთხოვთ. ელგუჯა, როგორ არ მოთხოვთ? ამხელა ბიუჯეტში, ამხელა ფული ჩედი ჩვენ ხალხზე რა არ უნდა მოთხოვთ? არა, კი ბატონო, ხო მაგ საკითხებში კი. რაღაც ხო. კიდე რას გავაკეთებ ჩვენ ეს ჩვენი საქმეა. ეს ჩვენ საქმე გავაკეთოთ, კი, ჩვენი ვივაშკაცოთ ჩვენ. გაერთიანების თემა, რომ მოთხოვთ. კი. მოთხოვთ. ვივაშკაცოთ, აი ახლა მაგალითად აი ჩინელები როგორ მუშაობენ, ხო? ჩვენ უნდა დავეხმაროთ აი ქართულ ბიზნესს. კი ბატონო. აი სახელმწიფოს მოთხოვთ ესა. არაფერი, მოდი მარტივად გეტყვი რა. ძალიან მარტივად გეტყვი. რო სხვადასხვა ქვეყნებში დაეხმაროს ქართულ ბიზნესს, შექმნას ქართული ლობი. აქეთ განავითაროს. ო, ამაგაზე აი უნდა მოთხოვთ სახელმწიფოს. 100% ემიგრაცია ვერ დაბრუნდება, მაგრამ ის 20% რაც დარჩება,
ის რომ ძლიერად ძლიერი მაგაზე ეს უნდა მოვთხოვოთ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ვისაუბროთ კარგი დიდი მადლობა გიორგი დიდი მადლობა და შემდგომშიც კიდე გვექნება საუბრები ძალიან ნებისმიერ დროს როცა